ყველამ ვიცით, რომ ვიტამინი B12 მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მისი დეფიციტი გვაქვს? ამ ვიდეოში ამ ვიტამინის დეფიციტის რამდენიმე სიმპტომს გაგიზიარებთ. B12-ის დეფიციტის ის სიმპტომები, რომლებიც არასოდეს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, მოიცავს გულის ფრიალს და ნებისმიერი სახის გულსისხლძარღვთა სიმპტომს, რომელსაც შესაძლოა განიცდიდეთ. ეს შეიძლება იყოს ტკივილი გულმკერდის არეში, შეიძლება იყოს სუნთქვის გაძნელება. და ეს იმიტომ, რომ ვიტამინი B12 სისხლიდან ჰომოცისტეინის მოცილებას უწყობს ხელს, რომელიც არტერიებისთვის ძალიან საზიანოა და რისი პრევენციისთვისაც აუცილებელია, რომ ჩვენი არტერიები სუფთა და ჯანმრთელი იყოს. და როდესაც ჰომოცისტეინის დონე მაღალია, არა მხოლოდ არტერიებში ნადების წარმოქმნის, არამედ სისხლის შედედების რისკიც იზრდება. ხოლო როდესაც სისხლი დედდება და არტერიებში მიმოქცევა მცირდება, ეს, რა თქმა უნდა, ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ასე რომ გულის ნებისმიერი სიმპტომის დროს აუცილებლად უნდა შეამოწმო შენი B12-ის დონე, რათა დარწმუნდე, რომ ის ნორმის ფარგლებშია. ასევე კიდევ ერთი სიმპტომი თავბრუსხვევაა. თუ თავბრუსხვევას გრძნობ ან თუ ხვდები, რომ დღის განმავლობაში ხშირად ხვნეში, ეს ვიტამინი B12-ის დეფიციტის და ენერგიის ნაკლებობის კიდევ ერთი მანიშნებელია. სწორედ ამიტომ იწყებს ადამიანების უმეტესობა B12-ის და B ჯგუფის ვიტამინების დანამატების მიღებას ენერგიის გასაზრდელად. თუ დღის განმავლობაში სისუსტესა და თავბრუსხვევასაც გრძნობ, ესეც შეიძლება B12-ის დეფიციტზე მიუთითებდეს. ასევე ნერვების პრობლემებიც, რადგან რა თქმა უნდა ვიტამინი B12 ხელს უწყობს ჩვენი ნერვებისა და ნერვების გარე საფარის მიელინის დაცვას. ასე რომ ჩვენი ნერვული უჯრედების მსგავსად ჩვენ გვჭირდება ეს დაცვა ბარიერი, რომელსაც მიელინი წარმოადგენს და ჩვენ მას B12-ის საკმარისი რაოდენობით ვიცავთ. ასე რომ თუ ჩხვრეტები და დაბუჟებები, ასევე კუნთების სისუსტე და ჭიანჭველების შეგრძნება გაქვს, ეს შეიძლება B12-ის დაბალ დონესთან იყოს დაკავშირებული. დიაბეტის მქონე პაციენტების შემთხვევაშიც კი, რომლებსაც პერიფერიული ნეიროპათია აქვთ, ეს იქნება B12-ის პოტენციურად დაბალი დონის კიდევ ერთი ინდიკატორი. მიელინი ნერვების ნორმალურ, ჯანსაღ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ჯანსაღი მიელინის შემთხვევაში ისინი ისე მუშაობენ, როგორც უნდა მუშაობდნენ და ერთმანეთთან ჯანსაღ კომუნიკაციაში არიან. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნერვული სისტემის დასაცავად B12-ის საკმარის დონეზე ვიზრუნოთ. მომდევნო სიმპტომია სიარულის სირთულეები. წარმოიდგინე, რომ შენი ნერვები ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს შენს სიარულზე, შეიძლება იგრძნო წონასწორობის დარღვევა ან შესაძლოა სიარულში დახმარებაც კი დაგჭირდეს. კიდევ ერთხელ, ეს შეიძლება ვიტამინ B12-ის დეფიციტს უკავშირდებოდეს. ასევე ამხედველობის დაქვეითებაც. თვალის უკანა ნერვი ასევე დამოკიდებულია B12-ის საკმარის რაოდენობაზე და თუ მხედველობა გაგიუარესდება, ეს ასევე შეიძლება B12-ის დეფიციტს უკავშირდებოდეს. არ უნდა გამოგრჩეს ფსიქიკური ემოციური სიმპტომებიც. ეს შეიძლება იყოს დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება და დაკარგვა, ასევე გუნება-განწყობის დარღვევები და ქცევითი პრობლემები. ჩვენ ამას ახალგაზრდებშიც ვხედავთ. თქვენ წარმოიდგინეთ, პარანოიაც კი B12-ის დეფიციტს შეიძლება უკავშირდებოდეს. ასე რომ მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ეს კავშირები არსებობს არა მხოლოდ B12-ის დეფიციტით გამოწვეული კვებითი დეფიციტის, არამედ ჩვენი გარემოს გამოც. წითელი ან თებული ენად შეიძლება ასევე B12-ის ნაკლებობას უკავშირდებოდეს, ისევე როგორც პირის ღრუში ბევრი წყლულის გაჩენა, რაც ასევე შეიძლება B12-ის დეფიციტით იყოს გამოწვეული. შესიებული და გაწითლებული ენა და პირის ღრუში წყლულები ხშირად ამ ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომებია და როგორც კი მის მიღებას დაიწყებ, ეს სიმპტომებიც მალე ქრება. მეხსიერების დაქვეითება, ინფორმაციის დამახსოვრების უნარის დაქვეითება ასევე შეიძლება B12-ის დეფიციტს უკავშირდებოდეს. და კანის დაავადებები. ან როგორც ზედმეტი პიგმენტაცია, ჰიპერპიგმენტაცია და ლაქების გამუქება, ან კიდევ პირიქით, პიგმენტაციის ნაკლებობა, ვიტილიგო და კანის გათეთრებაც ასევე შეიძლება B12-ის დაბალ დონეს უკავშირდებოდეს. მოდით სიის სახით ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი სიმპტომები ჩამოვაყალიბოთ. გულსისხლძარღვთა სიმპტომები, მაგალითად გულის ფრიალი, ტაქიკარდია, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი. ეს იმის გამო, რომ B12-ის დეფიციტი ზრდის ჰომოცისტეინის დონეს, რაც არტერიებს აზიანებს, ზრდის თრომბოზისა და ათეროსკლეროზის რისკს. თუმცა ეს კავშირი უფრო ძლიერია გრძელვადიან დეფიციტში და ყველა შემთხვევაში პირდაპირ არ იწვევს გულის პრობლემებს, ეს უფრო რისკ ფაქტორია, ვიდრე პირდაპირი მიზეზი. თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და ყველაზე ხშირი ნიშანია.
B12 აუცილებელია წითელი სისხლის უჯრედების წარმოქმნისთვის, ამიტომ მისი დეფიციტის დროს ჟანგბადის ტრანსპორტირება უარესდება. ნევროლოგიური სიმპტომები: ხელფეხში ჩხვლეტა, დაბუჟება, ანუ პარესთეზია, ჭიანჭველების შეგრძნება, კუნთების სისუსტე, სიარულის გაძნელება, წონასწორობის დარღვევა, იგივე ატაქსია, ხედველობის პრობლემები, ბუნდოვანი ხედვა ან ოპტიკური ნერვის დაზიანება. ეს ყველაზე სერიოზულია, რადგან B12 იცავს მიელინის გარსს, ნერვების იზოლაციას, დეფიციტის დროს კი შეიძლება განვითარდეს სუბაკუტური კომბინირებული დეგენერაცია, რაც თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა, შეუქცევადიც კი შეიძლება გახდეს. ფსიქიკური და კოგნიტური ცვლილებები, დეპრესია, გაღიზიანება, შფოთვა, მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის პრობლემები, დაბნეულობა, დემენციის მსგავსი სიმპტომები, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. იშვიათად პარანოია ან ფსიქოზი. პირის ხრუს და ენის პრობლემები, წითელი ან თებული გლუვი ენა, ანუ გლოსიტი. პირის ხრუში წყლულები, კანის ცვლილებები, ჰიპერპიგმენტაცია, ანუ მუქი ლაქები, ვიტილიგოს მსგავსი გათეთრება, ფერმკრთალი ან ოდნავ ყვითელი კანი, ანემიის გამო. დამატებითი ხშირი სიმპტომები, რაც ხშირად აღინიშნება, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და სწრაფი გულისცემა, იგივე ტაქიკარდია, ანემიის გამო. მადის დაკარგვა, წონის კლება, თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა, დიარეა ან საჭმლის მონელების პრობლემები. ვიტამინ B12-ის საკმარისი რაოდენობით მიღების ყველაზე საიმედო წყაროებია: თევზი და ზღვის პროდუქტები, ორაგული, სკუმბრია, სარდინი, თინუსი, მოლუსკები, ხორცი, საქონლის, ცხვრის ან ფრინველის ხორცი. შიგნეული ძალიან მაღალია B12-ით, განსაკუთრებით ღვიძლი. ხშირად პატარა, ულუფად საკმარისია. კვერცხი, განსაკუთრებით გულები. რძის პროდუქტები, ყველი, მაწონი, რძე. თუ ცოტა ან საერთოდ არ იღებ ცხოველურ პროდუქტებს, მაშინ ხშირად საკმარისი რაოდენობის მიღება ჩვეულებრივი საკვებით რთულია და ამის გამო ბევრ შემთხვევაში B12-ის დანამატის მიღება სასურველია, რადგან მცენარეული საკვები ამ ვიტამინს ორგანიზმისთვის ხელმისაწვდომი სახით თითქმის არ შეიცავს. ვინ არის ვიტამინ B12-ის დეფიციტის განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ მიირთმევენ ხორცს, ვეგანები, ვეგეტარიანელები, თანაც რაც უფრო მკაცრია დიეტა, მით უფრო მაღალია დეფიციტის რისკი. ამ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ასევე 50 წელს გადაცილებული ადამიანები, რადგან ასაკის მატებასთან ერთად კუჭის მჟავის წარმოება მცირდება, რაც B12-ის ათვისებას ართულებს. ასევე ესენია ადამიანები კუჭის პრობლემებით, გასტრიტით, კუჭის ოპერაციის შემდეგ, მეტფორმინის ან მაგალითად ომეპრაზოლის ან პანტოპრაზოლის გამოყენების დროს. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.